შესაძლებელია თუ არა რელიგიური და მეცნიერული წარმოდგენების შეთავსება? თავი პირველი. თუ კი ნათქვამში შენ აქამდე რაიმე სარწმუნოდ გეჩვენება, მაშინ განკვირვებით მიხილეკეცი ღვთის სიბრძნისაკენ, რომელმაც ყოველივე ასე მოაწყო. რამე თუ გაკვირვება დიადი. საგნების მიმართ არ მცირდება, როცა ცნობილი ხდება ხერხი, რის საშუალებითაც მოხდა რაიმე არაჩვეულებრაელთაივი. და თუ არც არის ცნობილი, მაშინ რწმენის სიწრფელე იყოს. უმტკიცესი გონებით მტკიცებულებაზეს. წმიდა ბასილი დიდის საუბრები 6 დღეზე. მეცნიერების თითქმის მთელი ისტორიხილეს მანძილზე ამ კითხვას მხოლოდ ღიმილის გამოწვევა შეეძლო. სხვა რა ამოცანა უნდა ჰქონდეს მეცნიერებას, თუ არა სამყაროს არსებული კანონზომიერებების გამოკვლევა. ხოლო ჩვენ, რადგან ვიწყებთ ბუნების კანონების შესწავლას, თავითავად ვგულისხმობთ ამ კანონების არსებობას. მთელი მეცნიერული გამოცდილება ამტკიცებს ამ მოსაზრების სისწორეს, მოწმობს რა ბუნებაში გაბატონებულ სილამაზეზე, გონიერებასა და ჰარმონიაზე. ამიტომ მსჯელობა ბრძენი კანონმდებლის შესახებ უფრო სინამდვილედ გვესახება, ვიდრე მსჯელობა ბუნების უდიდესი მშვენიერების შემთხვევით წარმოშობაზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ კი არსებობს ბუნების კანონები და ეს კანონები გონივრულია, რაშიც ჩვენ მთელი მეცნიერული გამოცდილება გვარწმუნებს, მაშინ აუცილებლად არსებობს კანონმდებელი და ეს კანონმდებელი ასევე გონიერია. რამე თუ უხილავი იგი მისი დაბადებიდან სოფლისა ითქმილთა მათ შონასაცნაურად იხილების და სამსარადისო იგი ძალი მისი და ღმერთეებაი რომაელთა 1:20. სწავლული ათეისტი ხომ უხეირო მეთევზეს ჰგავს, რომელიც ერთი მხრივ დარწმუნებულია, რომ მდინარეში თევზი არ არის და მაინც ისვრის ანკესს, ან მეორე მხრივ ყოველ წუთში იჭერს თევზს და მაინც ამტკიცებს, თევზი არ არსებობსო. მეცნიერებისთვის შესაქმის საიდუმლოებებისადმი მოკრძალებული მიდგომა და შემოქმედის უმაღლესი ჩანაფიქრის წვდომა ყოველთვის ჭეშმარიტი მიზანი და უდიდესი სიამოვნება იყო. ამ მიზანს მთლიანად უძღვნიდნენ თავს ისეთი მეცნიერები, როგორებიც იყვნენ ნიუტონი, პასტერი, კაპლერი, პლანკი, კოპერნიკი, ლომონოსოვი, პასკალი, ჯოული, ბოილი, მენდელი, კიუვე, გალილეი და სხვა მრავალი. ამ ჩამონათვალში ათეისტები იმდენად იშვიათია, რამენადაც ცნობილ მუსიკოსებს შორის სმენადაკარგული ადამიანები. მრავალსაუკუნოვანმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ყოველთვის, როცა ბუნების მკვლევარნი ეწინააღმდეგებოდნენ ბიბლიურ წარმოდგენებს, ვინც ისწრაფოდა ბიბლია მითად გამოეცხადებინა ან მასში ალეგორიული აზრი მოეძებნა, გარკვეული დროის შემდეგ შერცხვენილნი რჩებოდნენ. წინააღმდეგობის ნამდვილ მიზეზს ყოველთვის წარმოადგენდა ან უზუსტობა, ან მეცნიერული ცოდნის არასრულყოფილება, ხოლო ათასობით წლის წინათ შექმნილი ტექსტები კი კვლავ განცვიფრებას იწვევდნენ სამყაროს ფიზიკური სურათის აღწერილობის უტყუარობითა და პოეტურობით. უდიდესი სულიერი კრიზისი დაუდგა მეცნიერებას გასულ საუკუნეში. ამ კრიზისის საკვანძო მომენტად შეიძლება ჩაითვალოს 1859 წელს 20 წლიანი ორჩოფობის შემდეგ ეკლესიხილეს მამასახლისის ჩარლზ დარვინის მიერ გამოქვეყნებული საკუთარი ნაშრომი, სახეობების წარმოშობა ბუნებრაელთაივის შერჩევის გზით. იმ პერიოდის წამყვანმა სპეციალისტებმა ბიოლოგიხილესა და პალეონტოლოგიხილეს დარგში ეს ნაშრომი მძაფრი კონსტრუქციული კრიტიკის ქვეშ მოაქციესაია, უფრო მეტიც, თვით დარვინსაც კი ძალიან კარგად ესმოდა. საკუთარი ნაშრომი ფანტაზიხილეს ნაკობს რომ წარმოადგენდა და დაუმტკიცებელ ხასიათს ატარებდა. თქვენ დიდ საგონებელში ჩავარდებით ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, ის იქნება წარმოუდგენლად ჰიპოთეზური, წერდა წარმოშობის ავტორი ერთ-ერთ თავის კოლეგას 1858 წელს, უფრო სწორად, მისგან სხვა სარგებლობას ვერ მიხილევებ, გარდა რამდენიმე ფაქტის კრებულისა. მაგრამ, ვფიქრობ, მივაგენი საკუთარი მიდგომის გზას სახეობათა წარმოშობის საკითხისადმი, თუმცა ავტორი ხშირად ასე არწმუნებს ხოლმე საკუთარ თავს თავისი მოსაზრებების ჭეშმარიტებაში. დარვინს სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ეჭვი ეპარებოდა მის მიერ გაკეთებული დასკვნების სისწორეში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ წიგნში საეჭვოა მოიძებნოს ერთი პუნქტიც კი, რომელსაც არ მოერგებოდა ისეთი ფაქტები, ჩემი აღმოჩენის საწინააღმდეგო დასკვნებამდე რომ არ მიგვიყვანდა. მართლაც, ასე მეტი წლის განმავლობაში მეცნიერებამ ვერ დაადასტურა ამ გახმაურებული ნაშრომის ვერც ერთი დებულება. რადგან მკვლევარი მოყვარულის ნაშრომი ზუსტად მიესადაგებოდა იმ დროისთვის მომწიფებულ სოციალურ ტენდენციებს, დარვინის თეორიხილეს მიმდევრები განსხვავებით ავტორისა, აღარ დაინტერესებულან. შეეფერებოდა თუ არა მათ მიერ საფუძვლად აღებული თეორია ისეთი ელემენტარულ მეცნიერულ ფაქტებს, როგორიცაა, მაგალითად, ნამარხების მატიანეში გარდამავალი ბიოლოგიური ფორმების არარსებობა, ან დავთქვათ პრაქტიკული დაკვირვების შედეგების მიხედვით სახეობების არა განვითარება და გაჩენა, წარმოშობა, არამედ პირიქით მათი დეგრადაცია და გადაშენება ბუნების ძირითადი კანონების შესაბამისად.
შემთხვევით პროცესებზე დაფუძნებულმა სამყაროს მექანისტური ხედვის სისტემამ უკვე გასული საუკუნეების ბოლოს იმდენად ფართო განზოგადება ჰპოვა, რომ ხშირად ტერმინებს ათეისტური და მეცნიერული იყენებდნენ როგორც სინონიმებს. როდესაც მეცნიერების არსენალიდან გამორიცხეს ღვთაებრაელთაივე განგებულება, მეცნიერებმა განიძარცვეს თავი არა მხოლოდ მეთოდოლოგიურად, არამედ სულიერადაც. უსულო მეცნიერების პარალელურად კი იზრდებოდა და ვითარდებოდა არასულიერი ხელოვნება, არასულიერი განათლება, არასულიერი წარმოება, არასულიერი მედიცინა. თუმცა მატერიალისტურ მსოფლმხედველობას მხოლოდ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ ათეისტური. თვით მატერიხილეს ამგვარი გაგება, რომ ის უსასრულოა სივრცესა და დროში, რწმენის საგანია და არა ცოდნისა. რა პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს იმ ადამიანებისთვის, ვინც ბავშვობიდანვე იზუთხავდნენ იდეოლოგიურ თეზის ათეიზმის უპირატესობაზე რელიგიურ შეგნებასთან მიმართებაში, რწმენა ღმერთის არარსებობისა ისეთივე რელიგიური აზროვნების სახეა, როგორიც რწმენა ღმერთის არსებობაზე. ერთიც და მეორეც მხოლოდ და მხოლოდ რწმენაა, რადგან ძირითადად ეს ორივე მდგომარეობა ექსპერიმენტულად დაუმტკიცებელია. მატერიალიზმი იდეალისტური მსოფლმხედველობის ისეთივე ფორმა, როგორც ყველა სხვა, რომელიც ადამიანის გონებით განჭვრეტილს ეფუძნება. ევოლუციონიზმი არანაკლებ ჰიპოთეზურია, ვიდრე კრეაციონიზმი, საბუნებისმეტყველო მეცნიერული სწავლება სამყაროს შექმნაზე, იმდენად, რამდენადაც შეუძლებელია და ჩვენ დღევანდელი ექსპერიმენტული მონაცემების გააზრების საფუძველზე შეგვიძლია ამა თუ იმ საკითხზე მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა. ამგვარად ღვთისრწმენისა და მატერიალიზმის დაპირისპირება სრულებით არ არის რელიგიხილესა და მატერიალიზმის დაპირისპირება. ეს არის ორი რელიგიხილეს დაპირისპირება. ერთი მათგანი ეფუძნება ღვთის გამოცხადებას ბუნებრივთაივსას სამყაროს შექმნის საფუძვლების შეცნობას გამოცდილებით და ზებუნებრივთაივს წმინდა წერილის საშუალებით, მეორე, მატერიალიზმი მოკლებულია ყოველნაირ საფუძველს. იგი ეყრდნობა მხოლოდ ადამიანის საკუთარ ნააზრევს და ამიტომ სხვას არაფერს წარმოადგენს, თუ არა ცრუ რწმენას. ჭეშმარიტი მეცნიერება კი ეგ. ექსპერიმენტული ფაქტების ობიექტურ ასახვას ეყრდნობა და არანაირად არ უნდა იყოს მეცნიერის პირად შეხედულებებზე დამოკიდებული. ჩარლზ დარვინი, არაბუნებრივთაივი ისტორიხილეს დამაარსებელი. ჟურნალი Hornet, 1871. მაშ რატომ მოხდა, რომ მთელი გასული საუკუნის მანძილზე ყველა შესაძლო რელიგიური შეგნების ფორმებიდან სწორედ ათეიზმი, მატერიალიზმი და ევოლუციონიზმი დომინირებდა? როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, არ შეიძლება არ ვაღიაროთ, რომ ამ მიმართულებებს აერთიანებდა ადამიანის პირადი უპასუხისმგებლობა, როგორც უშუალოდ თავის მოღვაწეობაზე, განზრახვებსა და მოქმედებებზე, ასევე მათ მომავალ შედეგებზე. ამჟამად მე-20 საუკუნის დასასრულს ჩვენ სიმწრით ვიმკით იმ ნაყოფს, რომელიც მოუტანა კაცობრიობას მეცნიერებამ ღვთის გარეშე, ესე იგი უღვთო მეცნიერებამ. ამასთანავე მეცნიერები, რომლებიც თავს ათეისტებად აცხადებენ, ვერც კი ამჩნევენ, რომ როცა ისინი აღიარებენ მათ მიერ შესწავლილი ბუნების კანონების უეჭველ არსებობას, ისინი, გონიერი შემოქმედის უკულებელყოფით, იძულებულნი ხდებიან გონიურულობისა და მიზანშეწონილობის თვისებები თვით ბუნებას მიაწერონ, რითაც ყველაზე უფრო პრიმიტიული ფორმის რელიგიური მსოფლმხედველობისკენ, პანთეიზმის პოზიციებისკენ იხრებიან. რომელთა იგი გარდაცვალეს ჭეშმარიტება იღმრთისა ისიცრუეთ და პატივსცემდეს და ხმსახურებდეს დაბადებულთა და არა დამბადებელსა. იტყოდეს თავთა თვისთაბრძენ და განცოფნესაია და ცვალეს დიდება იგი უხრწნელისა ღმრთისა იმ მსგავსებად ხატისა მის განხრწნადისა კაცისა და მფრინველთა და ოთხფეხთა და ქვეწარმავალთა რომაელთა 1, 25 და 22, 23. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მიზეზების გამო მატერიალიზმის, ევოლუციონიზმისა და ათეიზმის იდეები მყარად დამკვიდრდა საზოგადოებრაელთა ცნობიერებაში, განათლების სისტემაში, პოლიტიკაში, წარმოებაში, საქონლის განაწილებაში, მეცნიერება ამ 100 წლის განმავლობაში ადგილზე არ მდგარა და დააგროვა ინფორმაციახილეს უზარმაზარი არსენალი, რომელიც მსგავს თეორიებს ადგილს არ უტოვებს. კოსმოლოგია მივიდა მყარდასკვნამდე, რომ ჩვენი მატერიალური სამყარო არ არსებობდა მუდამ. ის წარმოიშვა მყისიერად დროის კონკრეტულ საწყის მომენტში. თერმოდინამიკამ დაადასტურა იგივე, დაადგინა რა, რომ სისტემაში სასარგებლო ენერგია დროთა განმავლობაში გარდაულად მცირდება და ზღვარი მიხილეს სწრაფვის ნულისკენ. სამყაროში კი ამ ენერგიხილეს ჯერ კიდევ საკმარისი რაოდენობით არსებობა ამტკიცებს მის ბოლოს მქონე და შედარებით ახალგაზრდა ასაკს. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ხნის წინათ დადგებოდა სამყაროს ეგრეთ წოდებული სითბური სიკვდილით და კოსმოს ქაოსი მოიცავდა. ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა მივიდა იმ დონემდე, როცა მატერიხილეს ფორმები, ნივთიერება და ველი, ერთმანეთსგან განურჩეველი ხდება და მჟღავნდება მატერიალური თვისებების მეორეულობა იდეალურ თვისებებთან დამოკიდებულებაში, რომელიც აღწერილია მხოლოდ ინფორმაციული ტერმინებით, გახსოვთ.
პირველითგან იყო სიტყვა იოანე 1:1, ცანი იყვნენ პირველითგან და ქვეყანა წყალთაგან და წყალთა მიერ შეიქმნა სიტყვითა ღმრთისათა. მეორე პეტრე 3:5, წარმუნოებით გვიცნობი ეს დამყარებად საუკუნეთა სიტყვითა ღმრთისაითა არა, საჩინოისაგან ხილულად შემქმნულად ებრაელთა 11:3 და სხვა. მიკრობიოლოგიამ საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია ეგრეთ წოდებული უმარტივესი ერთუჯრედიანი ორგანიზმების აგებულების შესწავლაში, რაც მას საფუძველს აძლევს დარწმუნდეს ასეთი რთული და დაწყობილი მექანიზმის შემთხვევით წარმოშობის შეუძლებლობაში. პალეონტოლოგიამ აღმოაჩინა და შეისწავლა უძველესი ორგანიზმების ნამარხების მილიონობით ნარჩენი და სახეობების განვითარების გარდამავალი ფორმის ვერც ერთი მაგალითი ვერ იპოვა. გენეტიკამ შეძლო დემონსტრირება იმისა, რომ მუტაციები გენეტიკურ დონეზე მხოლოდ დეგენერაციულ ხასიათს ატარებს. ამასთანავე, დმის ერთ მოლეკულაში ინფორმაციახილეს რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ყველაზე ოპტიმისტური შეფასებითაც მის შემთხვევით წარმოშობას მილიარდჯერ მეტი დროც კი არ ეყოფოდა, ვიდრე ჩვენი სამყაროს ასაკია. სისტემატიკამ დაადგინა, რომ ბუნებრაელთაივე გადარჩევა პირველ რიგში მიმართულია სახეობების არა ახალი, არამედ ძველი ნიშან-თვისებების შესანარჩუნებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში თვით სისტემატიკა იქნებოდა შეუძლებელი. თანამედროვე მეცნიერების ყველა ეს და სხვა მრავალი მიღწევა ნებას გვაძლევს თანამედროვეობის გამოჩენილი ფიზიკოსის, ნობელის პრემიხილეს ლაურეატის, კვანტური ფიზიკის ფუძემდებლის მაქს პლანკის კვალდაკვალ ვაღიაროთ. რელიგია და მეცნიერება სრულებით არ გამორიცხავს ურთიერთს, როგორც ამას ადრე ფიქრობდნენ და რისიც ეშინია დღეს ბევრ ჩვენს თანამედროვეს, პირიქით ისინი თანხვდებიან და ავსებენ ერთმანეთს. შემდეგ, ორივენი რელიგია და საბუნებისმეტყველო მეცნიერება, თავიანთი დასაბუთებისათვის საჭიროებენ ღვთისრწმენას, მაგრამ პირველისთვის, რელიგიხილესთვის, ღმერთი დგას საწყისში, მეორისთვის, მეცნიერებისთვის, მთელი აზროვნების ბოლოში. რელიგიხილესთვის ის წარმოადგენს ფუნდამენტს, მეცნიერებისთვის, სოფლმხედველობის ჩამოყალიბების გვირგვინს. მაგრამ მსგავსი შეხეულების აღიარებას გარდაუვალად მოსდევს მორალურ ზნეობრივი ხასიათის განსაზღვრული გადაწყვეტილებების მიღება. შეიძლება კიდეც შიში ამ გადაწყვეტილებების მიღების წინაშე წარმოადგენდეს იმის მთავარ მიზეზს, რომ ბევრი მეცნიერი, არსებული მონაცემების სიცხადის მიუხედავად, დღემდე ირჩევს თავის თავში ატაროლს მაიმუნის ხატება, ნაცვლად ღმრთის ხატებისა. მოდით შევეცადოთ, ერთი ხელის მოსმით არ უგულებელყოთ ესეთი ის ვერსია მხოლოდ იმ ფართოდ გავრცელებული არგუმენტის გამო, რომლის თანახმადაც ეს შეუძლებელია, რადგან ეს არასდროს არ არის შესაძლებელი და შევეცადოთ ახსნათ, რა სახით ეთანხმება თანამედროვე მეცნიერების მიღწევებს ბიბლიხილეს ერთ-ერთი საკვანძო საკითხი, მსოფლიო წარღვნის ისტორია. სერგეი გოლოვინის წიგნიდან მსოფლიო წარღვნა, მითი, ლეგენდა თუ რეალობა.